2025 წლის 24 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ ვრცელი ვიდეოკლიპი გამოაქვეყნა, სადაც ის საუბრობდა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ევროპასთან შედარებით საქართველოში არსებულ მაღალ ფასებზე. ამის მთავარი მიზეზი კობახიძის თქმით, მარკეტებისა და დისტრიბუტორი კომპანიების მაღალი ფასნამატი და მაღალი მოგების მარჟა იყო. ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც საკმაოდ დიდია. საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები რომ შევადაროთ, საქართველოში კონკრეტული მარკის წესმძირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია. ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86% შეადგენს. კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ქსელური მარკეტების ფინანსური მოგება ევროპულზე ბევრად მაღალია. კერძოდ, საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14%-იც გია, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2%-ია. საპარლამენტო კომისიის 4-თვიანი მუშაობის შემდეგ იგივე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უფრო გულდასმით შეისწავლეს ფასები საქართველოსა და ევროპულ ქვეყნებში და დაადგინეს, რომ ფასები საქართველოში 50%-ით უფრო იაფია, ვიდრე მაგალითად საფრანგეთში. ხოლო არაფერი ყოფილა იმაზე უფრო ევროპული სტანდარტის, ვიდრე ქართული მაღაზიების მოგების მარჟაა. ამის დასადასტურებლად ტელეკომპანია იმედმა ვრცელი სიუჟეტის მოამზადა, სადაც ის ქართულ და ფრანგულ ფასებს ადარებს ერთმანეთს საყოფაცხოვრებო პროდუქტებზე. ვინაიდან მთავრობამ ეს პროდუქტები ვერ გააიაფა, პროპაგანდისტულმა მედიამ გადაწყვიტა ტყუილი გვაჭამოს და ამავე სიუჟეტში ერთმანეთს შეადარა ნუთელას ფასები საქართველოსა და საფრანგეთში. თუმცა პროპაგანდისტულ მედიას გამორჩა იმის თქმა, რომ ქართულ დახზე არსებულ ამ 1 კილოში 350 გრამი ნუთელა იყო მოთავსებული, ხოლო ფრანგულ დახზე ნაჩვენები ნუთელა 1 კილოგრამს იწონიდა. და 1 კილო ნუტელას ფასი საქართველოში 17 ლარი და 95 თეთრია, ხოლო საფრანგეთში 7 ევრო და 55 ცენტი. ანუ ეს 23 ლარი და 78 თეთრია. ესე იგი, საფრანგეთში 350 გრამი ნუთელას ფასი დაახლოებით 8 ლარი ყოფილა, ხოლო საქართველოში 18 ლარი. ზოგადად თუ გვინდა ფასები, ხელფასები, შემოსავლები, ხარჯები და ცხოვრების ზოგადი სტანდარტი შევადაროთ ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყანაში, ამისთვის არსებობს განსხვავებული ინდიკატორები, რომლებიც მაქსიმალურად აკურატულად ზომავს და ადარებს ერთმანეთს ცხოვრების ხარისხს სხვადასხვა ქვეყანაში. ერთ-ერთი ასეთი ინდიკატორია ეგრეთ წოდებული Big Mac-ის ინდექსი. მოგეხსენებათ, Big Mac-ი არის McDonald's-ის ტრაფიკების ქსელის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავრცელებული ბურგერი. ამ ბურგერის დამზადებას ყველა ქვეყანაში სჭირდება ზუსტად ერთი და იგივე ინგრედიენტები: ყველი, ხორცი, соусები და ასე შემდეგ. Big Mac-ის ფასი სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენ გვიქმნის წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა ჯდება ამ ბურგერის დამზადება მოცემულ ქვეყანაში. ესე იგი, რამდენად ძვირია მის დასამზადებლად საჭირო ინგრედიენტები. საქართველოში ამჟამად ერთი Big Mac-ის ფასი 15 ლარი და 95 თეთრია. ესე იგი, დაახლოებით 5 ევრო. საფრანგეთსა და გერმანიაში კი, რომლებსაც კობახიძე ფასების ნაწილში შეედრება, იგივე Big Mac-ის ფასი დაახლოებით იდენტური 6 ევროა. Big Mac-ის ინდექსი ასევე ზომავს იმას, თუ რა მიმართებაშია ერთმანეთთან ქვეყანაში არსებული ხელფასები, პენსიები და სხვა სახის შემოსავლები პროდუქტებზე არსებულ ფასებთან. მაგალითად, საფრანგეთში საშუალო თვიური ხელფასი 2700 ევროა, ხოლო გერმანიაში 2900 евро. გამოდის, რომ საფრანგეთში ერთ ადამიანს მისი საშუალო თვიური ხელფასით 457 Big Mac-ის შეძენა შეუძლია, ხოლო გერმანიაში 480 Big Mac-ის. საშუალო ხელფასი საქართველოში საქსტატის თანახმად 2400 ლარია, რითაც მხოლოდ 150 Big Mac-ის შეძენაა შესაძლებელი. ესე იგი, საშუალო სტატისტიკურ ფრანგს და გერმანელს მისი თვიური ხელფასით საშუალო სტატისტიკურ ქართველზე მინიმუმ 3-ჯერ მეტი პროდუქტის ყიდვა შეუძლია. ცალკე ამბავია ის, რომ საშუალო თვიური ხელფასი საქართველოში აკურატულად არ ასახავს რეალურ სურათს და სინამდვილეში დაქირავებით დასაქმებულთა 45%-ს, არა 2400, არამედ თვეში 1000 ლარზე ნაკლები აქვს ხელფასი. Big Mac-ის ინდექსს თუ საშუალო პენსიაზე დავთვლით, სურათი აქ კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე საშუალო ხელფასის შემთხვევაში იყო. საფრანგეთსა და გერმანიაში ხანდაზმული საშუალო თვიური პენსია 1500 ევროა. საქართველოში კი 130 ევრო, ესე იგი 400 ლარი. შესაბამისად, საქართველოში ერთი ხანდაზმულის თვიური პენსიით 25 Big Mac-ის შეძენაა შესაძლებელი, ხოლო საფრანგეთსა და გერმანიაში საშუალო პენსია 10-ჯერ მეტს, 250 Big Mac-ს იყიდის. საინტერესო კიდევ ერთი მონაცემი, რომელიც ზომავს თუ ოჯახის საერთო თვიური ბიუჯეტის რამდენი პროცენტი იხარჯება საკვები პროდუქტების შეძენაში და რამდენი რჩება ამ ბიუჯეტიდან სხვა ხარჯებისთვის, იქნება ეს ტრანსპორტი, ქირა, კომუნალურები, მოგზაურობა, დასვენება და ასე შემდეგ. საქსტატის თანახმად, საშუალო სტატისტიკური ქართული ოჯახი მისი ბიუჯეტის 40%-ს მხოლოდ საკვებისა და არაალკოჰოლური სასმელების შეძენაში ხარჯავს. ხოლო საშუალო სტატისტიკური ფრანგული და გერმანული ოჯახი ამაში მისი თვიური ბიუჯეტის მხოლოდ 12%-ს ხარჯავს.
ესე იგი, საშუალო სტატისტიკურ ქართულ ოჯახს მისი თვიური ბიუჯეტით ფრანგულ და გერმანულ ოჯახებთან შედარებით 4-ჯერ მეტის დახარჯვა უწევს თავის გამოსაკვებად. გერმანული და ქართული ფასების შედარება ერთ ქართულ სტუდენტსაც ვთხოვეთ, რომელმაც ამ თემაზე მცირე ვიდეობლოგის ჩაგვიწერა. საინტერესოა რა ღირს ჩვეულებრივ გერმანულ მარკეტში ის პროდუქტები, რომლებსაც საქართველოში ცეცხლის ფასი აქვს. მე ვარ თიკო ქასრაძე, 19 წლის სტუდენტი და დღეს განახებთ რა ღირს პროდუქტები მიუნხენში. გერმანიაში ყოველდღიური პროდუქტების ფასები საშუალოდ ასე გამოიყურება. 1 კილოგრამი პომიდორი დაახლოებით 4 евро ღირს. კიტრი, რომელიც ხშირად სალობით იყიდება, საშუალოდ 99 ცენტია, ხოლო კილოგრამის ფასი დაახლოებით 2-დან 5 ევროს ფარგლებში მერყეობს. მწვანილი, რომელიც დაახლოებით 15 გრამს იწონის, 1-დან 3 ევრომდე ღირს. სტაფილოს ფასი საშუალოდ 1,5-2 ევროს შორისაა. ხელიდან 1 კილო ბანანი, რომელსაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, დაახლოებით 2 евро ღირს, ხოლო ვაშლი საშუალოდ კილოგრამი 3 ევროა. რაც შეეხება ხორცს, ჩვენგან განსხვავებით გერმანიაში ნამდვილად 10 евро ღირს. 100 გრამი ხორცი დაახლოებით 2 ევრომდე ღირს. შეფუთული ხორცი, რომელიც 500 გრამია, საშუალოდ 5 ევრომდე ჯდება, ხოლო 1 კილოგრამის ფასი დაახლოებით 15-17 ევროს აღწევს. ქათმის ხორცი შედარებით იაფია და მისი ფასი საშუალოდ 7 ევროა. სტუდენტს ერთი კვირის სამყოფელი პროდუქტი დაახლოებით 50 евро უჯდება. ფასების შედარება სწორად უნდა მოხდეს ხელფასთან მიმართებაში და არა მხოლოდ კურსით, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში ერთსა და იმავე თანხას განსხვავებული ღირებულება აქვს. ევროში ხელფასის და ფასებიც ერთმანეთთანაა დაბალანსებული, ამიტომ ლარში მისი გადაყვანა ხშირად რეალურ სურათს ამახინჯებს. პროპაგანდამ რაც არ უნდა ბევრი გვიმტკიცოს, თეთრზე შავი და შავზე თეთრი, ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ვერც ერთი ოჯახი, იქნება ეს ხელისუფლების მხარდამჭერი თუ მისი ოპოზიცია, ვერსად გავექცევით იმ ფაქტს, რომ ჩვენი თვიური შემოსავლები ძლივს ფარავს საგვე პროდუქტებზე არსებულ ფასებს. შესაძლოა TV იმედზე, პოსტივიზე ან სხვა სახელისუფლებო მედია საშუალებებზე დიდი და ლამაზი სიუჟეტები მომავსადონ იმაზე თუ როგორი იაფი, მარტივი და სანუკვარია ამ ქვეყანაში ცხოვრება. თუმცა ამ სიუჟეტის დამთავრების შემდეგ მაცივარს რომ გავაგებთ, რომელიც სანახევროდ ცარიელი იქნება, ყველა დავინახავთ იმ რეალობას, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა და მის გარშემო არსებულმა ოლიგარქიულმა ოჯახებმა ჩაგვაგდეს. ახლა კი მინდა მოგითხროთ თუ რას გვაჭმევს ქართული ოცნება, თუმცა არა პროპაგანდის სახით, არამედ რას გვაჭმევს ის უფასო სასადილოებში, ციხეებში და ბაგაბაღებში. იქ სადაც ადამიანების გამოკვებაზე პასუხისმგებლობა უშუალოდ სახელმწიფოს აქვს აღებული. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შვილს ბაღში მატლიან ფაფას აჭმევენ, ან პატიმარს ხაჭაპურში ტარაკანი ხვდება. ეს არ არის საჩინელებათა ფილმი, ეს არის 2026 წლის საქართველოს რეალობა. ბოლო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არაერთი მაღალჩინოსანი და ბიზნესმენი დააკავა საკვები პროდუქტების მითვისებისა და ფალსიფიკაციის გამო. გამოვლინდა და დადასტურდა არაერთი ფაქტი, თუ როგორ კვებავს ხელისუფლება მატლიანი და გაფუჭებული პროდუქტებით პატიმრებს ციხეებში, ჯარისკაცებს, სოციალურად დაუცველებს უფასო მუნიციპალურ სასადილოებში, როგორ პარავენ ჩინოვნიკების საკვებს ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს. სანამ ამ ყველაფრის დეტალურ განხილვაზე გადავალ, ისიც უნდა ითქვას, რომ გაფუჭებული პროდუქტები ერთადერთი არ არის, რასაც ქართული ოცნება გვაჭმევს. არა, მისი ნაწარმოები პროპაგანდა ნიაღვარევით მოედინება სამთავრობო ტელეარხებიდან და სხვადასხვა სოციალური ქსელებიდან. პროპაგანდა აქტიურად გვიმტკიცებს, რომ ქვეყანაში მხოლოდ აღმასვლა და ეკონომიკური ზრდა არის, რომ ინვესტიციები შემოდის და სტაბილურობა და მშვიდობა სუფევს. პროპაგანდა ცდილობს ეს ყველაფერი გვაჭამოს და დაგვაჯეროს. თუმცა რეალობა ამისგან დრამატულად განსხვავდება, რაზეც დღევანდელ ეპიზოდშიც ვისაუბრებთ. ვინ იფიქრებდა, რომ პატიმრების უფლებების დაცვის ეგიდით ხელისუფლებაში მოსული ქართული ოცნება მათი მმართველობის 14 წლის თავზე პატიმრების კვებისთვის განკუთვნილ თანხებს მოიპარავდა და მათ დაობებულ საჭმელს აჭმევდა. საქართველოს ციხეებში სულ 10121 პატიმარია. ცხადია, მათი საკვებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა. ამ პატიმრების გამოსაკვებად სახელმწიფო ტენდერებში 2019 წლიდან ძირითადად მხოლოდ ერთი კომპანია, შპს ილიჯ ჯგუფი იმარჯვებს. 2019 წლიდან დღემდე კომპანიამ პენიტენციური დაწესებულების მიერ გამოცხადებულ 80 მილიონი ლარის ტენდერებში გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიას კვების ხარისხთან დაკავშირებული დარღვევები თავიდანვე უფიქსირდებოდა, სახელმწიფო მასთან კონტრაქტების გაფორმებას კვლავ აგრძელებდა. დოკუმენტები, რომელთა მოპოვებასაც ჟურნალისტები 4 წელი ცდილობდნენ, ადასტურებს, რომ 2023-დან 2026 წლამდე კომპანიამ 375-ჯერ დაარღვია კონტრაქტის პირობები. დაობებული და ხშირად ხორცის ნაცვლად დაუდგენელი შემადგენლობის სოსისი. ნედლის ნაცვლად გაყინული ხორცი, კარაქის ნაცვლად სპრედი, საკვებად უარგისი ბოსტნეული და ხილი, ხოჭო ხაჭაპურში, მატლები პაშტეტში. ეს ციხეებში პატიმრების კვების ხარისხის შემოწმებისას აღმოჩენილი დარღვევების არასრული ჩამონათვალია. მაგრამ ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. კომპანია მიმართავდა სისტემურ ფალსიფიკაციას. ნატურალური საქონლის ხორცის ნაცვლად პატიმრებს აჭმევდნენ გაურკვეველი შემადგენლობის ფარს ან იაფასიან ქათმის სოსისს. ხოლო კარაქს ანაცვლებდნენ მავნე მცენარეული ცხიმით. აქ ჩდება მთავარი კითხვა. რატომ აპატია სახელმწიფომ ეს ყველაფერი ამ კომპანიას? ციფრები აბსურდულია.
3 წლის განმავლობაში ილიც ჯგუფს დაეკისრა 34.8 მილიონი ლარის ჯარიმა. ნორმალურ ქვეყანაში ასეთი კომპანია პირველივე დარღვევის შემდეგ შავ სიაში მოხვდებოდა. ჩვენთან კი ბიუჯეტში ამ 34 მილიონიდან მხოლოდ 3 მილიონი ლარი შევიდა. სახელმწიფო მათ 31 მილიონი ლარი ფაქტობრივად აპატია. რატომ? პასუხი პოლიტიკურ კავშირებშია. კომპანიის მფლობელი ილია ჩაჩუა მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველია. 2018 წელს მან მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს 60.000 ლარი შესწირა. ის აგრეთვე სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილისა და მისი მოადგილეების გიგა ნიკოლეიშვილის და ლევან ახობაძის უახლოეს გარემოცვასაც წარმოადგენდა. გრიგოლ ლილუაშვილი, მისი მოადგილეებიცა და იაშა ჩაჩუაც წარმოშობით ვანის მუნიციპალიტეტიდან არიან. შესაბამისად, ეს გეოგრაფიული კავშირი მათ შემდგომში კორუფციულ კავშირად გარდაქმნეს და ასე მილიონობით ლარი მოიპარეს. მიუხედავად კომპანიის მხრიდან ასობით გამოვლენილი დარღვევისა და აშკარად უვარგისი პროდუქტებით პატიმრების კვებისა, ხელისუფლება მასთან კონტრაქტებს მაინც არ წყვეტდა. ეგ კი არა, ციხეების გარდა მასთან კონტრაქტებს სხვა სახელმწიფო უწყებებიც აფორმებდნენ, რის შედეგადაც ჯამში ილიც ჯგუფმა 253 მილიონი ლარი მიიღო სახელმწიფო ტენდერებიდან. ისიც უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ამდენი დარღვევებისა, ალბათ ხელისუფლება მაინც გააგრძელებდა ილიც ჯგუფისგან გაფუჭებული საკვების შესყიდვას და ციხეებში პატიმრების ამით გამოკვებას. რომ არა უეცრად გადაბრუნებული ურემი და ქართული ოცნების ერთდროს კაშკაშა ვარსკვლავის და ბიძინა ივანიშვილის სანდოკაცის გრიგოლ ლილუაშვილის გისოსებს მიღმა აღმოჩენა. ამას ისიც დაემატა, რომ სისტემა ფიზიკურად ჩამოიშალა. კომპანიამ ვეღარ უზრუნველყო მარაგების შევსება, ციხეებში ფქვილი ამოიწურა და კვების სრული გაჩერების საფრთხე დადგა. შედეგად 2026 წლის 10 მარტს პენიტენციურმა სამსახურმა ილიც ჯგუფთან კონტრაქტი შეწყვიტა, ხოლო იაშა ჩაჩუამ პროკურატურაში დაკითხვებზე სიალოს მოუხშირა. სხვათა შორის პენიტენციურმა სამსახურმა მალევე ძალიან საეჭვო ვითარებაში გაუფორმა 11 მილიონი ლარის გამარტივებული შეწყვიტვა სხვა ახალ კომპანიას, რომელთანაც პირდაპირ მოლაპარაკებების გზით ამხელა კონტრაქტი სულ რაღაც 9 საათში გააფორმა. როგორც კუსრუგზე შეწკუპებული მორიელი ვერ იცვლის თავის ნეს, ისე ვერც ქართული ოცნების მთავრობა ამბობს უარს საეჭვო კორუფციულ გარიგებებზე. ციხეები არ არის ერთადერთი ადგილი, საიდანაც ხელისუფლების ჩინოვნიკები და მათთან დაკავშირებული ბიზნესმენები საჭმლის ულუფებს და მისთვის გამოყოფილ თანხებს იპარავდნენ. თბილისის საბავშვო ბაგაბაღების მართვის სააგენტო თბილისის მასშტაბით 185 საჯარო ბაღს აერთიანებს. ეს არის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტრატეგიული უწყება, რომელიც პასუხისმგებელია დაახლოებით 61,000 ახსაზრდელის კეთილდღეობაზე და მათ მოვლა პატრონობაზე. 2017-2023 წლებში ამ ბავშვების კვებისთვის თბილისის ბიუჯეტიდან ჯამში 231 მილიონი ლარი გამოიყო. თუ კი 2027 წელს კვების წლიური ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იყო, 2023 წელს ის 57 მილიონ ლარამდე გაიზარდა. თუმცა 2025 წლის მიწურულს დაწყებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ბიუჯეტის ეს ზრდა არა ბავშვების კეთილდღეობას, არამედ კორუფციული პირამიდის დაპურებას ემსახურებოდა. ამ პირამიდის სათავეში ორი ფიგურა იდგა: გრიგოლ ლილუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი და კახა გვანცელაძე, ბაგაბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი. მათი კავშირი იყო კლასიკური მაგალითი იმისა, რასაც სახელმწიფოს მიტაცებას უწოდებთ. გაირკვა, რომ კახა გვანცელაძე, რომელიც 185 ბაღის შესყიდვებს კურირებდა, სისტემატურად იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქთამს, ეგრეთ წოდებულ ლატკატებს იმ კომპანიებისგან, რომლებიც ბაღებს პროდუქტებს აწვდიდნენ. მაგრამ ასეთი მასშტაბის თაღლითობა შეუძლებელი იქნებოდა მძლავრი მფარველობის გარეშე. სწორედ აქ შემოდის გრიგოლ ლილუაშვილის როლი. ის როგორც სუსის უფროსი, მოქმედებდა როგორც კორუფციული სქემის ეგრეთ წოდებული კრიშა და ის უზრუნველყოფდა, რომ არც ერთ მაკონტროლებელ ორგანოს არ დაესვა კითხვები საეჭვო ტენდერებსა და პროდუქტების ხარისხზე. საერთოდ კი ბავშვების კვების ფულიდან ამოღებული ქთამი პირდაპირ ქვეყნის ყველაზე გავლენიან კაბინეტებში ნაწილდებოდა. რა აკლდებოდა ბავშვების თეფშს? როდესაც 45 მილიონიანი ბიუჯეტიდან წილები და ატკატები იჭრება, ეს ფიზიკურად დაისახება საკვების ხარისხზე. მომწოდებელი კომპანიები, რომლებიც იძულებული იყვნენ ქთამი გადაეხადათ, დანაკარგს პროდუქტების გაყალბების ხარჯზე ინაზღაურებდნენ. ყოველი ლარი, რომელიც ლილუაშვილისა და გვანცელაძის ჯიბეში მიდიოდა, იყო ბავშვების რაციონიდან მოპარული ცილა და ენერგია. ეს არის კორუფცია, რომელიც პირდაპირ ურტყამს ქვეყნის მომავალს, ჩვენს შვილებს. გრიგოლ ლილუაშვილისა და კახა გვანცელაძის საქმე არ არის მხოლოდ ფინანსური დანაშაული. ეს არის იმ ნდობის გრევა, რომელიც მშობლებს სახელმწიფოს მიმართ უნდა ჰქონდეს, როდესაც ბავშვი ბაღში მიჰყავს. როდესაც ქვეყნის მთავარი უსაფრთხოების გარანტი ბავშვების კვების ფულით გამდიდრების სქემას მფარველობს, სისტემა მორალურად ჩამოშლილია. სანამ ეს კორუფციული სისტემა მთლიანად არ ჩამოიშლება, მანამდე ნებისმიერი საუბარი ოჯახზე ზრუნვაზე და დემოგრაფიაზე მხოლოდ ცარიელი რიტორიკა იქნება. დემოგრაფია ვერ გაუმჯობესდება იქ, სადაც ბაღის ბავშვებს თეფშიდან ულუფებს პარავენ. ახლა კი გადავიდეთ იმ შემთხვევაზე, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ მთელი საქართველოს შეძრა. ეს არის კორუფცია არა კაბინეტებში, არამედ პირდაპირ სასადილო მაგიდებთან. საუბარია კომპანია ალადაშვილი და კოზე, სახელი რომელიც ყოველთვის მოპარული თეფშის სიმბოლოდ იქცევა.
ამ კომპანიას სახელმწიფოსთან გაფორმებული ჰქონდა 26.500.000 ლარის ღირებულების კონტრაქტები. თბილისის 4 რაიონში, ისანში, მთაწმინდაში, ჩუღურეთსა და გწანიში მისი მოვალეობა იყო უფასო სასადილოებით უზრუნველყოფა 14.451 სოციალურად დაუცველი მოქალაქის. ესენი არიან ადამიანები, რომლებთაც ეს უფასო სადილე ხშირად დღის ერთადერთი საზრდოა. გამოძიებით დადგინდა, რომ ამ 26 მილიონიდან კომპანიამ თაღლითური სქემით მიითვისა 3.500.000 ლარი. წარმოიდგინეთ თითქმის ყოველი მეშვიდე ლარი, რომელიც მშიერი ადამიანის გამოსაკვებად იყო გამოყოფილი. კომპანია და მისი ქვეკონტრაქტორები სისტემატურად აყალბებდნენ მიღება ჩაბარების აქტებს. ფურცლზე ეწერა, რომ ადამიანმა სრულფასოვანი სადილე მიიღო. სინამდვილეში კი თებსზე მხოლოდ ნარჩენები ხვდებოდა. მოდით დავფიქრდეთ ამ ცინიზმზე, რომელიც ამ ციფრების მიღმა დგას. თბილისის მერიას ერთი ადამიანის გამოსაკვებად დღეში მხოლოდ 1 ლარი და 67 თეთრი აქვს გამოყოფილი. წარმოიდგინეთ, რა უნდა მოვიდეს ამ ფასად: პური, წვნიანი, ხორცი. ეს ისედაც ზღვარზე არის. ეს ისედაც გადარჩენის მენიუა. ალადაშვილის კომპანიისთვის ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. მათმა სიხარბემ მიქამდეც მიაღწია, რომ ამ ლარი და 67 თეთრიდანაც კი ყოველდღიურად 21 თეთრს პარავდნენ თითოეულ მოხუცს, თითოეულ მრავალშვილიან მშობელს. როდესაც 14.500 ადამიანს დღეში 22 თეთრს აკლებ, წლის ბოლოს შენს ანგარიშზე 3.5 მილიონი ლარი გროვდება, რომელიც პირდაპირ იმ ადამიანების კუჭიდან არის ამოცლილი, რომელიც ისედაც ცარიელია. ეს 22 თეთრი არის დაკლებული ხორცის ნაჭერი. ეს არის წყალ-წყალა სუპი და ეს არის ის სირცხვილი, რომელსაც სახელმწიფო შეწყვილების სისტემა ჰქვია. როდესაც ლარი და 67-დან იპარავ, შენ არ ხარ ბიზნესმენი და შენ არ ხარ სახელმწიფოს მმართველი. შენ ხარ მძარცველი, რომელიც ყველაზე დაუცველებს ესხმის თავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანია 2019 წელსვე იყო დაჯარიმებული თბილისის უფასო სასადილოებში ანტისანიტარიისა და უხარისხო საკვების მიწოდების გამო, თბილისის მერია მაინც აგრძელებდა მასთან კონტრაქტების გაფორმებას. ამ გზით ამ კომპანიამ ჯამში სახელმწიფოსგან 64 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო, რომელთა დიდი ნაწილი მასზე მორგებული პირობებით იყო გამოცხადებული. მეგობრებო, როდესაც სახელმწიფო ტრიბუნიდან გვეუბნებიან, რომ ბიუჯეტი იზრდება, ყოველთვის უნდა ვიკითხოთ, სად მიდის ეს ფული. ალადაშვილის კომპანიის შემთხვევა მაჩვენა, რომ გაზრდილი ბიუჯეტი ხშირად მხოლოდ კორუმპირებული ჩინოვნიკების გაზრდილ მადას ნიშნავს. 3.5 მილიონი ლარი. ეს არის 10.000-ობით მოპარული ვიტამინი, მოპარული ცილა და მოპარული ღირსება. სანამ ჩვენს ქვეყანაში მშიერი ადამიანის თებშიდან მოპარული ფულით ვიღაც ჯიბს ყიდულობს, მანამ ჩვენ ვერ ვისაუბროთ ვერც განვითარებაზე, ვერც ევროპულ მომავალზე, ვერც სოციალურ თანასწორობასა და ვერც ამ ქვეყნის უკეთეს მომავალზე. დასასრულს მინდა ერთი რამ დავიმახსოვროთ. კორუფცია არ არის მხოლოდ აბსტრაქტული დანაშაული, რომელიც სადღაც შორს კაბინეტებში ხდება. კორუფციას აქვს ძალიან კონკრეტული გემო. ეს არის მოპარული ვიტამინების, წყალ-წყალა წვნიანისა და მატლებიანი პაშტეტის გემო. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კორუფციის აღმოფხვრაზე, ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ კანონებსა და მუხლებზე. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე, ჩვენი ჯარისკაცების ბრძოლის უნარიანობასა და ჩვენი მოხუცების ღირსებაზე. სანამ სისტემაში ერთი თეთრიც კი იპარება მშიერი ადამიანის თებშიდან, მანამდე ჩვენი სახელმწიფო იქნება არა ხალხის მსახური, არამედ კორუმპირებული ჩინოვნიკების პირადი ბიზნეს პროექტი. კორუფციის დამარცხება არის ერთადერთი გზა ნდობის აღსადგენად. დავიბრუნოთ ეს ნდობა, დავიბრუნოთ ჩვენი ბიუჯეტი და რაც მთავარია, დავიბრუნოთ ჩვენი მომავალი. იმიტომ რომ ხარისხიანი ცხოვრება იწყება იქ, სადაც კორუფცია მთავრდება. მე ვარ დავით მჟავანაძე, დიდი მადლობა რომ გვიყურებდით. გამოიწერეთ ჩვენი არხი და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.